კიდევ ერთხელ. Საუშვიდობისა, მამასპირიდან დაგულოცეთ. საუშვიდობისა. როგორ ძაბდებით მამასპირიდან? მადლობა, სვამი, ყველაფერი კარგადაა ჩემსკენ. საუშვიდობისა. მადლობა. ეს სანამ შევუდგებთ, ახლა დავიწყოთ თუ ცოტა დაველოდოთ? დაველოდოთ, მამა ჯობია, იმიტომ რომ ახლა დავიწყოთ მაშინ ეთერი. აი სანამ ეთერში შევალთ, მე მინდა ესე იგი ყოველ ერთი რამე რომ დღეს არის ესეთი თემა გვაქვს ჩვენ ასეთი რომ სიმართლის და ჭეშმარიტების შესახებ. როგორც ეკლესიის დამოკიდებულება, მამათა სწავლება, სახელმწიფოებრივი, ესე ვთქვათ, სიბრძნეები ამ თემასთან დაკავშირებით და პლუს მე გადავალთ უკვე საერო კუთხით აი ამ თემას. მამასპირიდონ, თქვენ მოახერხეთ, აი მე ვიდა მიუსამდენო მამა შაულას მისი ძმის გარდაცვალება და ნათელში ამყოს მისი სული ღმერთმა ზურაბის მონაფთისა ზურაბის დროი და დაუმკვიდროს სასუხევლები. ამინ. კარგი ახალგაზრდა იყო თავის სამშობლოსათვის, თავის ქვეყნისათვის და მობილიზირებული იმისათვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში. ეკლესიის სიყვარული, პატრიოტული სულისკვეთება, ეროვნული სულისკვეთება. აი ამას როდესაც ადამიანი აკეთებს, რა თქმა უნდა, ის ღვთის წინაშე არის დაფასებული ყოველთვის და ჩვენ ყოველ კაცმოყარე ღმერთს, სახიერ ღმერთს, რომ დაუმკვიდროს სასუფეველები. ამინ, მამა, ამინ. ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი არის ასე ახალგაზრდების მეცვა გაანათოს აი როგორც წავალ თქვით, ჩვენი დღევანდელი თემა არის სიმართლე, ჭეშმარიტება და ორი თვალსაზრისით გვინდა განვიხილოთ მე და მამასპირიდონმა ეს საკითხი ერთი მხრივ სახარებისეული სიბრძნე შეიძლება გამოვიყენოთ, წმინდა წერილის სიბრძნე შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ ასე ვთქვათ მდგომარეობაში და მეორე მხრივ გვინდა ასე ვთქვათ გადმოგცეთ იმის შესახებ თუ რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში სიმართლისა და ჭეშმარიტების არსებობას. დავიწყებ თქვენ ნებართ, მამა, შეიძლება. აი ჩვენ რომ წმინდა წერილს მივმართოთ, მათეს სახარებაში ჩვენ ვიცით რომ არის გადმოცემული მეხუთე თავში 9 ნეტარება და რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებს უფალი სიმართლეს და ჭეშმარიტებას ჩანს იმითი რომ ამ 9 ნეტარებიდან 2 ნეტარება პირდაპირ შეიძლება ითქვას სიმართლეს შეეხება და სიმართლესთან არის კავშირი. ჩვენ როდესაც საუბრობთ 9 ნეტარებაზე, 9 ნეტარება არ გახლავთ ესე ვთქვათ, ყოველდღიური სიტყვებით. ჩვენ ვიცით რომ ძველი აღქმისეული 10 მცნება
უფალმა აი ამ მეთოდით რომ მან ცხრანეტარება იქადაგა ახალი აღქმისეული ცნებები შემოიტანა თუ ძველ აღთქმაში აკრძალვითი ფორმით იყო მოცემული ესე იგი რა უნდა ჩაიდინოს ადამიანმა და როგორ უნდა მოიქცეს ესე იგი უფალმა შეეცადა რომ მოეწოდებინა ჩვენთვის აი ამ ნეტარებების ხსენებით, ცხრანეტარების ხსენებით ის რომ აი თუ გინდა რომ შენ სასუფეველი დაიმკვიდრო, თუ შენ გინდა რომ სასუფეველში ნეტარებანი მიიღო, აი ეს ცხრანეტარება და ამ ცხრანეტარების მიხედვით მოიქეცი და შენ გექნება უფლება რომ სასუფეველი დაიმკვიდრო. მაშინ წავიკითხავ ორივე ნეტარება სიმართლესთან დაკავშირებით და მე შევეცდები რომ მცირე განმარტება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. ნეტარი იყვნენ რომელთა შიოდეს და სპუროდეს სიმართლისათვის რამე თუ იგინი განსწრე. რას ნიშნავს სიმართლე ზოგადად შეიძლება ადამიანმა თქვას რომ სიმართლე ყველას თავის სიმართლე აქვს ასე ამბობენ ხოლმე ხშირად ყველას თავის სიმართლე აქვს მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ რომ სიმართლე და ჭეშმარიტება მხოლოდ უფალში უნდა ვეძიოთ ჩვენ ქრისტეში უნდა ვეძიოთ აუცილებლად სიმართლის მოცემულობა რამე თუ თვით უფალი არის სიმართლეც და თვით უფალი არის ჭეშმარიტებაც აქედან გამომდინარე აი ეს მუხლი რომელიც ჩვენ წავიკითხეთ ანუ აქტიურად ჩვენ გვეუბნება უფალი რომ თუ თქვენ ქრისტეში ხშირად ქრისტე და წყურიათ ქრისტე და მისი სიმართლე მაშინ მოგეცემათ იმისი მადლი რომ თქვენ ნეტარიც იქნებით და თან ამ სიმართლით დაკმაყოფილდებით თუკუნითი უგუნისამ ანუ ამ სიტყვაში რამე თუ იგივე განსწრენო ანუ თქვენ მოგეცემათო ის მადლი და წყალო ქრისტესაგან თუ თქვენ უფალში დაიცავთ სიმართლის ძიებას და სიმართლის საფის იქნებით ესე იგი მოშიებული და მოწყურებული რა თქმა უნდა ქრისტე აუცილებლად დაგაჯილდოვეთ თავისი ნეტარებით მეორე მუხლი რომელიც სიმართლეს ეხება ნეტარიყვნენ დევნუნი სიმართლისათვის რამე თუ მათი არის სასუფეველი ცადა ისევ და ისევ ჩვენ აქ უნდა მიუტრიალდეთ იმ თემას რომ სიმართლე თუ უფალშია და სიმართლე თვითონ უფალია და ამ სიმართლისათვის არიან ადამიანები თავდადებულები რომლებიც შეიძლება იდევნებოდნენ კიდევაც და ეს უკვე ფაქტიურად მართლმადებელი ეკლესია განიცდის ამ დევნას ჩვენ შეიძლება ვაკვირდებით აი ამ პროცესებს და დღესაც ხვდებით იმას უკვე ყველანი რომ გაძლიერებული ბრძოლა არის უფალი იესო ქრისტეს წინააღმდეგ ანუ სიმართლის წინააღმდეგ ხდება ბრძოლა რაოდენ მნიშვნელოვანია როდესაც ადამიანები ქრისტეში ვეძებთ ჩვენ სიმართლეს და ვცდილობთ რომ მივუახლოვდეთ ქრისტეს ცნებებს მივუახლოვდეთ იმ საქმეებს რასაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის აი ამ სიმართლის ძიებაში თუ ვიღაცა გვდევნის ეკლესია დღეს ამის გამო იდევნება რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ და ვხადაგებთ ეკლესიის მსახურნი ვამხილებთ ხოლმე ხშირად უზნეო საქმეებში საწინააღმდეგო საქმეებში ადამიანებს და საზოგადოებას თუ სხვადასხვა ჯგუფებს ჩვენ ვღებულობთ ამის სანაცვლოდ შეიძლება ითქვას დევნას იმ დევნას რასაც ქვია მაგალითად დღესდღეობით მხოლოდ ფსიქოლოგიური დევნა არის რომელთა დაგვიფაროს იმისაგან რომ ეს ფიზიკურში გადაიზარდოს ეს ჩვენ ესე გავლილი აქვს ეკლესიას მართლმადებელი ეკლესიას კომუნისტური ესე თქვა წყობის დამყარების ჟამს როგორ იდევნებოდა ეკლესია როგორ იდევნებოდა მართლმადებლობა და ტროცკი და ლენინი იყვნენ პირველი ასე თქვა მდევნელები და მათი მოქმედება ისინი სახელმწიფოში წამყვანილს ასრულებდნენ ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ ეკლესია და ველსაფურები ედევნათ ყველა საშუალები და მათ შორის ფიზიკური საშუალებებიც. რაც შეეხება
დეფინიციას იმის სიმართლისა, რასაც ჩვენ საუბრობთ ახლა, ამას აქვს, ასე ვთქვათ, მეორე მხარეც. მეორე მხარე, ანუ რა არის სიმართლისა და ჩეშმარიტების საპირისპირო? სიცრუე, ტყუილი და ფარისევლობა. და მათე სახარებაში, მათე მახარებელი ამავე მუხში ესეთ მუხს გვაძლევს. ხოლო თქვენ გეტყვით, უკვე თუ არ აღემატოთ სიმართლე თქვენი უფრო ის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსაც სათას. აი ამ მუხსაც თუ დავაკვირდებით, უკვე ესე ვთქვათ, თვით ქრისტეს ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში იყვნენ სიმართლის მდევნელები. ვინ იყვნენ სიმართლის მდევნელები? ფარისეველი და მწიგნობარი, რომლებმაც მერე იყვირეს, რომ ჯვარსაც უეგო, ქრისტეს გასამართება მოახდინეს და ქრისტეს ჯვარს მოახდინეს. მათი ესე იგი დასტურით, მათი მოქმედებით სწორედ მოხდა ის, რომ იესო ქრისტე მაცხოვარი ჩვენი ჯვარს იქნა გაგრული. და იქ აღესრულა სამწუხაროდ, თუმცა ეს ჩვენი კაცობრიობი ადამიანური დამოკიდებულებიდან არის წუხილის ნიშანი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სულმა თავისი ასე ვთქვათ, ნებით გადაწყვიტა ეს მსხვერპლი გაეღო, თავისი ნებით ავიდა ჯვარზე და ელო ამის გამო და მოგდინებული იქნა ორციელად ჯვარზე. ხო, აი ხო რაც მინდა მე აქ ვთქვი ამ მუხთან დაკავშირებით, მამაო, რომ მწიგნობარი და ფარისეველი ვინ არიან? ისინიც ამბობენ, რომ ჩვენ ჯულს ვიცავ და იმ ჯულის გარეგნულ სახეს სიმართლეს ამბობენ თითქოს და ყველგან სადაც კი ფარისეველი გამოჩნდებოდა, მწიგნობარი გამოჩნდებოდა, იმოწმებდნენ ხოლმე ისინი ჯულის კანონებს და თავის ჯულის კანონების მიხედვით ცდილობდნენ გარეგნულად დაეცვათ ეს ჯულის კანონები. და არა ასე ვთქვათ, შესულიყვნენ ამ ჯულის კანონის სიღრმეში და ამოეცვლათ იქ წინასწარმეტყველებები, რომლებითაც ასე ვთქვათ, მათ უნდა ამოეცვლათ იესო ქრისტეს მოსვლა დედამიწაზე. მაგრამ სამწუხაროდ საპირისპირო მოქმედებები იყო მათი მხრიდან, იმიტომ რომ მათი სიმართლე იყო მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული და არა შინაგანი. ანუ ამ მუხში ჩვენ შეიძლება დავინახოთ ის, რომ რას მოგვიწოდებს, რომ ჩვენ შინაგანად უნდა ვიყოთ მართალნი. ანუ შინაგანად მართალი გულისხმობს იმას, რომ უფალთან კავშირში, იესო ქრისტესთან კავშირში უნდა ვიყოთ მართალნი აუცილებლად და მისი სიმართლიდან უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი სიმართლე და არა ჩვენი გონებიდან და ჩვენი სურვილებიდან. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ფარისევლების მწიგნობრების მდგომარეობაში აღმოჩნდებით. და დღესაც ჩვენ თუ დავაკვირდებით ასეთი სიმართლეებით გავსებულია თითქმის მთელი სოციალური ქსელები, ტელევიზიები, ყველა ასე ვთქვათ, თავის სიმართლე აქვს, ასე რომ უყუროთ, ხო? თუ ქრისტეში დავიწყოთ ჩვენ სიმართლის ძიებას, რა თქმა უნდა, მივაქვს იმ დასკვნამდე, რომ სიმართლე მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს მართლმადიდებლურ სოფლმხედველობაზე დამყარებული, რომ ქრისტიანულ მორალზე და ზნეობაზე იყოს შეიძლება დამყარებული. და სხვანაირად სიმართლე ვერ გაჩნდება საზოგადოებაში. თუ ეს არ მოხდა, ანუ ღვთაებრივი კანონები თუ არ მოხდა ამისი მოწესრიგება და დალაგება, ჩვენ მაშინ მივაქვს აი ამ მდგომარეობამდე, რომ ერთ-ერთი მოსწონს, მეორეს მეორე მოსწონს, მესამეს მესამე მოსწონს და აქედან გამომდინარე იმ სიმართლეს, თავის ეგრეთ წოდებულ სიმართლეს ამკვიდრებენ საზოგადოებაში. აი ეს მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა სახარებიდან გამომდინარე. აქვე მინდა პატარა ესე ვთქვათ, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ამონარიდიც ავიკითხო მეორე მოსვლის შესახებ. პირველი ნიშანი მეორე მოსვლისა არის, როდესაც ქრისტე იქადაგება მთელ მსოფლიოში და ყველა თესლებს შორის. მეორეო, თუმცა სახარება იქადაგება, მაგრამ კაცთა შორის სიმართლე, სიწმინდა, სიყვარული დამცირდება. ანუ ფაქტიურად ეს ჩვენ რაც მდგომარეობაში ვიყოფებით, ეს ნიშნავს უკვე, რომ აი ეს პროცესი, მეორე პროცესი დაწყებულია, რომ სახარება ნაკადაგებია, სახარება ყველა ენაზეა გამოცემული, შეიძლება ითქვას, რომ მისაწვდომია,
ძალიან ადვილად ყოველგვარი დამყოლების გარეშე და ამ დროს კაცსახეობის სიმართლეს ისინი სიყვარული გამცირებული. კარგი, მამო, ძალიან გამიგზავნდა ჩემი სიტყვათა თქვენ ბრძანეთ შეიძლება. არ გეთახმებით მამო რა ბრძანეთ. მე ჩემი დავავატებდი მამი რომ სწორად აღნიშნეთ ორი ნეტარება არის და არა შემთხვევით რა თქმა უნდა სიმართლეს აზრი დახსენები. რომელიც შეოდეს უბრალოდ სიმართლეს სამთვინი განზე. ანუ რას ნიშნავს სიმართლე ერთად ხშია და წყურია. როდესაც იცი ადამიანმა რა არის სიმართლე, როგორ საქმეა უნდა შეოდეს მისი მისცევა, როგორც ხალი მისი რომ წყურვილი უნდა ქონდეს წყურვილი რომ მისი მისცევა უნდა გიზიდავდეს. თუკი უნდა გააცნობებს ადამიანმა რომ აი მსმენელი თუ მე ვარ თუ ნებისმიერი თუკი არ აქვს ადამიანს ტოლვა სიმართლისაკენ არ იზიდავს სიმართლე მას ესე იგი მისი გული შინაგანად მისი სული შინაგანად არის დაბინძურებული ცოდვით და ტყუილი სიყვარულით და ტყუილის სათავე კი არის ეშმაკი ამიტომ ამით როგორ უნდა ვიცნოთ ჩვენი თავი რომ ჩვენ ღმერთიან ეშმაკს რო ვეცახურებით რომ ღმერთიან ეშმაკის მონებირობა როდესაც სიმართლე ამორ ვიზიდავს უბრალოდ რაღაცას ვამობ კი არა უნდა გშიოდეს სიმართლე უნდა გშიოდეს იმიტომ რომ ირული ცოტა სიმართლე რომ დანაყრდეს ცოტა ესენი სიტყვებით ვამბობ რომ გადატანდი მნიშვნელობით რომ დანაყრდეს რაფათ ამ სიმართლე არ არის ამ დიდი სიმართლე ირული უნდა გშიოდეს უნდა წყუროდეს აი მაშინ გახარ შეფთვის მოწრები გზაზე ეს არის რომელიც იდევნებს სიმართლისათვის ან მათია სასურველი სათავე ანუ სიმართლისთვის დევნილება არის გზა სათასასურველისკენ აქ არის მნიშვნელოვანი მამაო რომ ადამიანთა დიდი ნაწილი სათასასურველი კი არ უნდა არამედ სადაც ვიმყოფებით ახლა ჩვენ ამ მიწაზე უნდა იყოს რომ იყოს კარგად ამიტომ რადგან იცის მან ამ მიწაზე ყოფნა სიმართლით არ მოიპოვება კარგი ერთი თუ ძმახარ მართლეს მეც არ როგორ ამოგიხორბე მართლებსო ვირებს აფხსიებენო ვირებივით არიანო ანუ თუკი მას არ აქვს სურვილი ადამიანს ცხოვრებისა და სურვილია ამ მიწაზე იყოს კარგად იქით დაიქნება არ აინტერესებს ასეთი ადამიანი არასდროს არ დადგება სიმართლის მხარეზე რატო იმიტომ რომ ამ მიწაზე სადაც ჩვენ ვიმყოფებით სიმართლე უმეტეს შემთხვევაში უფრო ობიექტურად არის დევნის ობიექტი ანუ იდევნება ქართული ადასაც არის სიმართლის მტკვრესო ელა მოჭრესო სიმართლის მტკვრესო შეკაზმული უნდა ყავდეს იმიტომ რომ უცებ გაიქცეს იმიტომ რომ გამოეკიდებიან მოსაკლავად ამიტომ ძალიან მარტივია მამო ხშირად მithქვამს ხოლმე და კიდე გავეორდები რომ ძალიან მარტივია თუ გისურვილი გააქვს შეიწყო შენ და რომელმა თითქოს საუკუნეების მანძილზე ელინეური სიმძლევრიდან მოყოლებული რომ თქვა შეიძლება თავის შენი ეს ფორმულა მიუწვდომელი იყო არა ეს სიმართლის სამიმართებაში გიზიდავ სიმართლე ზარკა ხარ სიმართლისთვის თქვა ეს სოფელი პრობლემა რო შეგექმნას მაშინ შენ გახარ ცხოვრების გზაზე მაშინ შენ ხარ ღვთისკენ მიმოვალ გზაზე დამდგარი ეკლესიაში სიარული ეს გარე კარგი არის მაგრამ თუ შენ პარალელურად სიმართლე არ გიზიდავს ეკლესიაში იარეკი არა დარქი თუ კიდე გამოები რა ქვია მეტესის კარებს ჯაკვი და ახლა საერთოდ უგა ასლი არა თუ შინაგან სიმართლე არ გიზიდავს გააძლიეროს მეცვა ყველა ჩვენი მოყვასი ყველა ჩვენი ადამიანი ყველა ჩვენი გლობელი მტერი და რატო ხდება აი ისმის კითხვა თუ სიმართლე ღვთისკენ მიმოვალია ხო და ნამდვილადია რატომ არის ადამიანი რომ სიმართლის წინააღმდეგ აკეთებს სულას ძალიან მარტივია ამაზეც პასუხი ადამიანს სინამდვილეში არ წავს სულის უკრავება ადამიანს სინამდვილეში არ წავს იმსოფლიური არსებობა ადამიანს სინამდვილეში არ წავს რომ ღმერთის წინაშე წარდგება და ყველაფერზე პასუხს აგებს არაფერი არ არის დამალული არ წავს ეს ყველაფერი ანუ ღვთის სიტყვის აღჯერა
და თორე განაარჩეს სადა სიმართლე და სადა არის ტყუილი იცის მაგრამ რადგან ყველაფერი აღწამს ყველაფერი ეგონია სისულელე სიმართლის ზოლანტი არა პოლიჯაბე კარგად იყავი ძმაო აი ესეთი ტექსტით მოძრაო იმიტომ რომ მას არა აქვს წმენა მას არ აქვს სიყვარული თუმცა ამბობ ერთი უნდა ითქვას სიმართლე არის მაგალითად ხამა რაც თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გაუწვა გარემოებად რაც თქვა მამაზე ხამმა მამი ნოეს მისამართი ყველა წინადადება თქვა სიმართლე ანუ თვალი არისო ნოე თვალი წაქცეული იყო შიშველი იყო გამოვიდა გარეთ და გარეთ საუბრა კარის გარეთ ნოე იყო კარავში თვალი წაქცეული და შიშველი ხამი გამოვიდა გარეთ საუბრა როდესაც სიმართლე ადამიანის მიმართ უარყოფითია სხვაზე და მას ხვდები აი მაგალითად ჭორაო ადამიანი შეიძლება სიმართლეს საუბრობდე მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ღმერთმა ისიც ხო სიმართლეა რომ აღსარების საიდუმლო მოგცა ჩვენ ღმერთმა ხოდა შენ რომ ადამიანო ცოდვა დაინახე აღსარება თუ დაინახე მან რომ მოინანია ეს ხო აღარ დაგინახავს და იქნებ მოინანია მან იქნებ აღსარება თქვა და ჩამორეცხელია ცოდვა და შენ ეს განკითხვა ხო განკითხვად დაგრჩება ეს გასათვალისწინებელია აუცილებლად ეს გასათვალისწინებელია რომ ადამიანმა გაითვალისწინოს სიმართლე მსახურება მე ვარ გზანა ჭეშმარიტება უპარი გზანებს მე ვარ გზანა ჭეშმარიტება რა არის სიმართლე აი ახლა თქვენ გზანეთ რა მართალი გზანდებით რომ რამდენი ადამიანია იმდენი სიმართლე არის ო ასე თქვი რა გავშეფრაზად თქვი და ეს რატო ამამი იმიტომ რომ როდესაც ადამიანი სიმართლეს ასწორებს თავის გონებაზე აი თავის ჭუაზე რომ რაღაცას ხომ შეუსაბამო რაღაცას ხომ გასწორდეს ესათვის ნათქვამი მაგალითად რომ გამიგო რომ რამდენი სანტიმეტრია მაგალითად ავტოკალამი მეტრის ერთეულს უნდა შეუსაბამო ხო ასია როცა გამიგო რამდენი კილოგრამია თუ გრამია გრამის ერთეულს უნდა შეუსაბამო მაგრამ როცა მინდა გავიგო ესა თუ ის ფრაზა ესა თუ ის ქმედება არის თუ არა სიმართლე და ჭეშმარიტება ის უნდა შეუსაბამო გავუსწორო რაც არის სრულყოფილი სიმართლე და ჭეშმარიტება ეს არის იესო ქრისტე ქრისტეს უნდა შეუსაბამო ქრისტეზე უნდა გაასწორო თუ ქრისტეზე ფრაზები არ სწორდება ანუ ხوارება ხوامობენ რომ მრავალი სიმართლე იმიტომ ქრისტეზე არ ასწორებენ არ შეიძლება ორი სიმართლე ორი ტყუილი შეიძლება არსებობდეს და 10 და 100-ით ერთდაიგივე ამბავზე მაგრამ ერთდაიგივე ამბავზე ერთი სიმართლეა მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიმართლე რომელიც ქრისტეს სიტყვასთან არის გასწორებული თუ ეს არ გასწორდა ქრისტეს სიტყვაზე მაშინ ესე იგი არ არის სიმართლე ამიტომ ყოველთვის როდესაც ჩვენ რაღაცას ვამბობ რაღაცას ვაკეთებთ არის თუ არა ეს სიმართლე ქრისტესთან უნდა გასწორდეს ქრისტეს სიტყვასთან უნდა გასწორდეს და მაშინ გამოჩნდება არის თუ არა სიმართლე აი გამიგზავნა და ერთ ვიტყვი როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ვიღაცები ჩვენ ვართ თუ სხვა ვამბობთ რომ რაც ხდება ხა ქვეყანაში აი ძალიან გავრცელებული ფრაზა როა დღეს ევროპაში რო შედიან ერთნი ამბობენ რომ სამივე ევროპაში მეორეები ვამბობთ მე ვარ ამაციაში ახლა რომელსაც ვიტყვი არ გირდებით ჩვენ ევროპას თავისთან გამორიცხული და ვერცად ვერ შევართ ერთადერთი რისთვისაც გირდებით ჩვენ დასავლეთს რუსეთთან საუბრობთ და შედეგი რა ხდება მომი აი ეს ამ ფრაზას მე ვამბობ უკვე წლები და მე ამ ფრაზისთვის მაღალ
სოციალურ ქსელში რამდენიმე ასეული სიცოცხლის მოსპობის უკარაბაკ მიღებული. ანუ ძალიან მარტივია ხა ეს ახლა მაგროში შეშინებოდა მამაო მინიმუმ 100 მაინც გავჩერდებოდი ასეულებში არ გადავიდოდი ხო ასია და რა შეფაქრე ძალიან მარტივია პასუხი რა ვქია ხა ისეთი მე რამაც დაანგრია დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოება ხო იმჯერ ისინი დემოკრატიისთვის რუსეთმა დემოკრატია წაართვა თავისუფლება წაართვა ხო მათ ამ ილუზიაში იყოფიან რას ვამბობ ისეც რისთვისაც აუცილებლად უნდა მოკლა აი რა ვთქვი არ გვედები ჩვენ დასავლეთს ხოლო ჯერ რუსეთს საუბრობ სინამდვილეში ხო თვითონაც იციან იმიტომ ნერვიულობენ რომ არ დაეხდება იმას რასაც ისინი აკეთებენ აი რა უნდა გაბოროტი ამაზე ბოლო-ბოლო უნდა გაეცინოთ ხო რას მოდავს ეს აი შეკეთოს აი რატომ ბოროტებიან იმიტომ რომ სინამდვილეში იციან თვითონ ამაშია მთელი უბედურება მამაო მთელი უბედურება ამაშია რომ იქ ვინც ხელმძღვანელობს ამ უბედურებას ეგრეთ წოდებულ დასავლურ კურსს ლიდერები გულისხმობ თუ არა სასარგებლო იდიოტებით მამაო სავსეა ქვეყანა ლიდერები გულისხმობ რომ შვენივრად იციან მამი რომ არავინ არსა დაგხებულობს იციან მამაო ეს იციან იმიტომ ბოროტდებიან ისინი როდესაც ვიღაც ამბობს არ ხებულობს ვიჯო არავინ არსა სამინისტრო რუსეთთან ომში ჭირდება შენი თავი ამიტომ ბოროტდებიან რომ არის თორემ სიმართლეს რომ ვამბობ მაგალითად თქვი რომ 3-ჯერ 4 არის 12 არის სიმართლე ხო ვიღაცა ყველა საჯაროდ 23 ან ეგრედი იმიტომ რომ ვარ ასეთ რა მინიმუმ თუ მიყვარს დაუჯდები და მე არა შვილო 3-ჯერ 4 100 აუხსნი 12-ია თუ არ მიყვარს აი მოგრა რა მინდოდეს ვის ხდეთ აი მოგცეს მადლი ვამი ძალიან მადლი მოგცეს იმისა რომ სიმართლისადმი სიყვარული ყოფილიყოს ჩვენს გულებში ჩვენი ხალხის გულებში როგორ ეს იქნება ვამი რაც უფრო მეტი ადამიანის გულში გასდება სიმართლისადმი სიყვარული ვითარება გამოსწორდება გამოსწორების პროცესი ეს რაცა შეიძლება თქვას რომ აშუაშია ახლა მე სიმართლე მეყარება თუ არა აი შუაში თავშია და მოლოშიდაც არის რაც მეტი მართალი და სიმართლეს მოყოლ ადამიანი იქნება ქვეყანაში მით მალე გამოსწორდება სიტუაცია რატომ იმიტომ რომ მართალი ადამიანები და სიმართლეს მოყოლ ადამიანები არჩევნებში ირჩევენ თავისნაირებს სიცოცხლის მოყვარულები ირჩევენ მე მივდივარ ევროპაში და ფარისევლების მოყვარულები ირჩევენ ღირსების შემცველებს ევროპაში ფარისევლების და აფქირისტობის და მათყუარობის მოყვარულები იმათ ირჩევენ ამიტომ ვარ გამბულში მამაო სიმართლე არ გვიყვარს სიმართლე არ გვინდა სიმართლე უბრალოდ გვეზიზღება ამიტომ ვარ მამი ანდრეში და მე უკვე აი გამიგზავნა ძალიან სიტყვა მამაო შევიდე და მე უკვე როდესაც ლოგიკური საჯერი მოვა არ დაუბრალოდ მამაო საჯერი აი რა ხარ იტყვიან ხოლმე ჰაგვეშველება რა დღეში ვარ რასაც რა ვილო ხა ეხელი აი ილოცე მამაო რო არაფერი მოხდეს ქვეყანაში ერთი მეუნება ერთი კი არა რამდენი შეგალოცვილო გახარდა შენი ხელით ანგრევ სახსა და ცხოვრობ თან მეუბნები ილოცე მამაო სახლი რო არ გამენგრეს ურო ვიჭირავს ხელში და კედელს უთხა ვიჯო მე მეუბნები ილოცე რო არ გამენგრეს სახლიო
მამაო ამ ვითარებაშია ქვეყანა და მე ვილოცედება სახლი არ დაენგრევა ეს ხო ყუილია სახლი დაენგრევა იმიტომ უროს უთქმის კედლებს უყავს უროს მე ხახნას მამი მეტი სიმართლეს მოყავდა გაიხარე აი პრემიერ გამოცხებულ აი სიტყვას აი საზოგადოებაში დამკვიდრებულ ასეთ სიცრუის სიყვარულთან დაკავშირებით მინდა პატარა რამოდენიმე სიტყვა დავამატო ამ მოთქმელებად მე როდესაც აი ასეთ ადამიანებს ვაკვირდები ხოლმე რას ვხედავ ვიცი მამაო რომ აი მათ რაც სურთ და რაც წარმოუდგენიათ რომ მათთვის არის საჭირო ის უნდათ რომ იყოს სიმართლე ის უნდათ იყოს რომ მიუხედავად იმისა ამაში სიმართლე არის თუ არ არის ვირტუალურად ისინი ფიქრობენ რომ თუ ისინი ამას იტყვიან რომ ასე იქნება აუცილებლად ასე იქნება და ეს ასე არ არის კაცო ყველაფერი ხდება ისე რაც არის ბუნების ლოგიკა რაც არის სამყაროს განვითარების ლოგიკა რაც არის ღვთის ნება ამას ვერავინ ესად ვერ გაექცევა ამიტომ სიმართლე კიდევ იმეორე უნდა ვეძებოთ ჩვენ არა საკუთარ სურვილებში არა საკუთარ ესე ვთქვათ მონდომებებში რა მოგვინდება რა არ მოგვინდება არამედ სიმართლე უნდა ვეძიოთ იმაში რას გვეუბნება ჩვენ უფალი როგორ გვასწავლის და კიდევ მეორე თუ ჩვენ ამ მართლმადებულ სამხედროებაზე და მორალზე და ზნეობაზე არ გვექნება სწორება ვერასოდეს სიმართლეს ვერ დავჩებით ფარისევლებისა და წიგნობრების მდგომარეობაში და ფარისევლობა რა არის სხვა თუ არაფერი რომ პირით და გარეგნულად აკეთებ ერთს და სინამდვილეში აკეთებ მეორეს ეს არის ფარისევლობა და წიგნობრება ისე რომ შენ ესე გინდა რომ რაღაცა სიბრძნე გადმოაფრთხილო რაღაცა ილაპარაკო რაღაცა წიგნებში გაკეთებული იგი დაკეთა ამით ესე იგი შენი თავის დააჯერო და სხვების დააჯერო ეს არის სიმართლე და რაც თავისთავად ცხადია უკვე ცდომილება როდესაც მოდის ამის გამო სხვა არაფრის გამო მოდის როდესაც საზოგადოება იწყებს ინგრევას და ჩვენი სახლი ინგრევა ჩვენ ბრძანებთ რომ ურაცლოტავსო და ჩვენ გოხოცები არ ვიროცოთო გამოდის რომ ის ადამიანი სიმართლის გამო კი არ აკეთებს ამას არამედ თავისი სურვილის გამო რომ მას ენგრევა უნდა ეს ნერვა იმიტომ უნდა რომ ის სახლი ისე არ არის აგებული როგორც მან წარმოიდგინა და როგორც მას ეგონა რომ ასეთი სახლი იქნებოდა კარგი ეს სახლი ასეთი რაც მან წარმოიდგინა არც საძირკველია არც საფუძველია არაფერი არ გააჩნია კაცო ჰაერშია ჩამოკიდებული და თავისთან დაინგრევა უროცვა და ისედაც დაინგრევა აქედან გამომდინარე თუ ადამიანი ცოტა უფრო ჩაუბრმავდება აი ამ საკითხს არა და რეალობას შეხედავს და რეალობიდან და ლოგიკიდან ამოვა უნდა მიხვდეს ის იმას რომ რაც შეუძლებელი რაც შესაძლებელია რაც ობიექტური სინამდვილე და სიმართლე ის უნდა იყოს საფუძველია რა ყველაფრისა და არა ის რომ მე ესე მომინდა მე ესე ვფიქრობ და ეს არის სიმართლე ეგრე ვერ იქნება სიმართლე იქნება თავის მოტყუილ მხოლოდ კარგით მამო მეორე თემაზე გადავიდეთ უბრალოდ იგივე თემაა მაგრამ აი მე მინდა ახლა ვისაუბროთ საზოგადოებაში რატომ არის აუცილებელი და რაც გამოიწვევს ეს მდგომარეობა როდესაც სიცრუის ტყუილის და ასეთი ვირტუალური ფიქრების გავლენის ქვეშ ვიმყოფებით ხო რატომ არის რომ დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი გამძიმებული სიტუაცია საერთაშორისო მასშტაბით რატომ გვაქვს ეს ყველაფერი ამ მდგომარეობაში რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე იმიტომ რომ სავარაუდოდ საზოგადოებამ სწორი ესეთი აქცენტები არ გააკეთა სწორი გააზრება არ გააკეთა როდესაც ჩვენ საუბრობდით და გამოდიოდა ვიძახთ ჩვენ არჩევნების წინ რომ კონსერვატიულ მოძრაობას დაუჭიროთ ხალხურ მხარი ზოგმა ჩათვალა რომ ჩვენ ვიყავით ქვეყნის მტრები ზოგმა ჩათვალა რომ ჩვენ რუსეთუმეები ვართ ზოგმა ჩათვალა 1000 რაღაცა ხო და ზოგიერთმა ჩათვალა ის რომ ქართული ოცნება უფრო კარგად მოახერხებდა კონსერვატიული ესე იდეოლოგიის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში რა ჩვენ მივიღეთ საპირისპირო მდგომარეობა აქტიურად აი რა ხდება დღეს გადავხედოთ სიტუაციას რა უკანონობები ხდება მამო კანონის იმიდან გამოდივართ უკვე აი
გვენდებარებიდან გამოდივართ, იმიტომ რომ ეს ცემა ტყეპები, ეს ყველაფერი რაც ხდება, ეს ხო დაუშვებელია კაცო. როგორ შეიძლება რომ ესე იგი შენ პოლიტიკური საკითხი გადაწყვიტო ცემა ტყეპით და მოძალადობით. და როცა ჩვენ მოძალადებს გვეძახდნენ და კონსერვატიულ მოძრაობას მოძალადებს ეძახდნენ იმის გამო რომ ვიღაცას უთხრა რომ რატო მაგინებ, რატო ცუცილ სიტყვას, რატო მეუბნები და პანჩური ამოვართ ადგილისთვის 5 წელიანი, ასე ვთქვათ, სასჯელები ჩამოურიგეს. და როდესაც დღეს ასეთი განუკითხაობა ხდებოდა, ასეთი ცემატება ხდებოდა, უბედურება, ხო? გინა ერთ მხარეს, გინა მეორე მხარეს. ეს არის დაუშვებელი, იმიტომ რომ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კანონის ფარგლებიდან გავდივართ. და კანონის ფარგლებიდან როცა გადის ქვეყანა და საზოგადოება, მაშინ პირველ რიგში უბრალოდ ადამიანი რჩება დაუცველი. ამიტომ აქ აი სწორედ ამის პრობლემა გაგვიჩნდა, რომ თავის დროზე არ თქვეს სიმართლე, თავის დროზე არ მოხდა სიმართლის მხარდაჭერა, თავის დროზე არ მოხდა საზოგადოებამ ვერ გაითვალისწინა ის, რომ სიმართლეს რომ იყოლოდა, დღეს უნდა მესამე ძალა არსებობდეს პოლიტიკაში და ეს მესამე ძალა იქნებოდა სწორედ ის ძალა, რომელიც დაარეგულებდა, დააბალანსებდა აი ამ სიტუაციას, რაც ჩვენ გავაჩნია. არის ორი დაპირისპირებული მხარე და ვეღარ მიდის ქვეყანა წინ სამწუხაროდ. არის ასე თქვა, შევედით შეიძლება ითქვას პოლიტიკურ კრიზისში და შევდივართ. თუ შევედით თუ შეხვეჩასულები. და ველოდებით როდის ესე იგი მოხდება ტრამპის ესე ინაუგურაცია. ტრამპი არის ამერიკის პრეზიდენტი და ის ყოველთვის გამო თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხო? ესაა სიმართლე. არასოდეს ის არ გამოვა რაღაცა ალტრუისტული აზრებით, რომ უი საქართველოს არაფერი ცუდი არ მოხდეს, შენი ჭირიმე, ამას უნდა მოვეფერო, მოვესიყვარულო და გავაკეთო ყველაფერი რაგიმისთვის. ყველა ქვეყანას ჩვენს მიმართ აქვს თავისი ინტერესი. ჩვენ მეზობელ ქვეყნებს აქვს თავისი ინტერესი და ჩვენ იმდენად უნდა ვიყოთ, ასე ვთქვათ, სწორად ამ სიმართლის საფუძველზე და საძირკველზე დამკვირვები, რომ შევძლოთ ვიპოვოთ მართალი სიტყვა, მართალი აზრი. ის კი არა რომ რაღაცა მომდა და რაც უფრო ვაგინებ ამ პუტინს და ამ ვიღაცებს, ეთიკი დემოკრატია აშენდა ჩემთან და საქართველოს გარწმინდა. ასე არ შეიძლება ასეთი სულელური, ასე ვთქვათ, ქმედებები ქვეყანა მიდის დაუყისა. ჩვენ უნდა შევძლოთ რომ დავფიქრდეთ, დავწონოთ სწორი აქცენტები ვიპოვოთ, სწორი პოზიციები ვიპოვოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და სწორ გზაზე წავიდეს, კაცო. იმდენი შესაძლებლობები გვაქვს ჩვენ და იმდენი აი რა მე ვიტყოდი სხვა შესაძლებლობებს ვაძლევს უფალი. ინა კლიმატური პირობები, ინა გეოგრაფიული მდგომარეობები, ინა გეოპოლიტიკური მდგომარეობები. ჩვენ ეს რომ სწორად გამოვიყენოთ და სწორი ნიჭიერი, ასე ვთქვათ, ქცევებით გამოვიყენოთ ეს ყველაფერი, განწმებული ვარ რომ ჩვენ საფიქრებელიც კი არ გვექნება, არაფერი გაჭირებული ადამიანი აღარ იქნება ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ ამისთვის საჭირო არის სწორედ ის, რომ ქვეყანაზე უნდა იყოს შეყვარებული ხელისუფლება. მართლა უნდა უყვარდეს, ისე კი არა სიტყვით რომ გამოვიდეს და ილაპარაკოს და მერე სინამდვილეში სუსტ რამე გააკეთოს. აი ეს არის ფარისეული. ამიტომ ხო, სანაც მამა. ამიტომ თქვენ თუ სულთ თქვით მამაო და მე კიდე ჩვენ გვაქვს დრო დარჩენილი და შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ თემაზე. მამა ჩემას შევიტყვი ამ თემასთან დაკავშირებით. აი წლები არის ჩვენ ვიცნობენ რომ არ ქა მოზალადე ჯგუფები. აი ვინ შემეთ საერთოდ ვინ რას და ვის რა დაუშვამთ ჩვენ. სულ ჩვენზე იყო აქცენტი და შეტევა და შეურაცხყოფა. ვინ ვარ? რაშია საქმე? სიმართლეზე ვსაუბრობ და სიმართლეა ჩვენი თქვა გავანდელი საუბრის თავი ამოსავალი წერტილი, ხო? როდესაც მამაო ხელისუფლება ან პირველ პირს არაოფიციალურ მარკვეთ ბიზნესს მენეჯმენტს ასანქცირებენ. გასაგებია რომ ცუდია. მე ვამბობ ახლა ოჩნების პოზიციიდან. ასანქცირებენ ცუდია, გასაგებია და არჩევნები თუ გაყალბება ამერიკაში გავაბა ტრამპ გაუყარდეს. გასაგებია. და ამ დროისთვის უკვე უპირისპირდები. გასაგებია, ესმის შენი. მაგრამ
ღვთისმშობელი რო დაასანქციონეს, შეურაცხყოფდნენ. მაცხოვარს შეურაცხყოფდნენ. თამარ მეფეს რო შეურაცხყოფდნენ. მაშინ სიტყვის თავისუფლება ხო იყო? ახლა სიტყვის თავისუფლება. რო გაგინებენ ტარდა ხოთხალს და გარდაცვლილ საფლავში არ გიტოვებენ და ხოთხალს დევით მიწაზე გედას და ამით ყველაფერს. ეს აღარ არის ეს სიტყვის თავისუფლება გამოდის. სიმართლე ჩამიდევრო უნდა იყო. შედაროცვილო მე მამაო აი ხშირად მითქვა ყოველთვის ხუთსა და ახლა ვიმეორე. როდესაც უაპელაციოდ შეურაცხყოფას მოგაყენებენ შეიძლება ადამიანმა რაღაც ვერ მოითმინო. რაზეა საუბარი? მაგრამ შედაროცვილო შენი შეურაცხყოფა ვერ მოითმინე და მივარდი და იქ ჯერ თავისგან ადამიანს მოგაგინა და ორი დღე მე თავდარი იყო ხალხთან ერთად და უშინდებს გოგოსთან მაგას ავაკადროლობ აბას უამბობ ხალხთან ერთად რო ზის გოგოსთან ერთად რო ზის და ჯერ საქმეს მიაფარებს სახელზე და მე დააკა შიშობებს რო შეურაცხყვეს მაცხოვარი შეურაცხყვეს სიწმინდეები ხატი შეურაცხყვეს მაშინ ეს ბატონი დეპუტატი რაიმე პოზიციას აფიქსირებდა გაბრას რა ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავი მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიწმინდეები ჩვენი, ვიდრე საფლავის მოქმედი ღმერთი, ვიდრე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ამიტომ ვისაც სიმართლე უყვარს, ვინც ღვთისმსახურია, ასეთ ძალას ხარ გაწერა არ შეიძლება. იდეა აცხადებს ის, რომ მე საერთოდ არ მაინტერესებს ღმერთი ღვთისმშობელის საეკლესიო სიწმინდეები ჩვენი ისტორიული წმინდანები არ მაინტერესებს აგიმო ლანდრო ოღონ მიახენებო ამას მეუბნება ბატონი დეპუტატი არ შემოსული მე კიდევ ვიმეორე ოთმინებას აქვს საზღვარი შეიძლება ადამიანი ვერ მოითმინო მორალურად შეიძლება რაღაც გამარკდეკიდეს, მაგრამ აი ამ კუთხით მინდა რომ საზოგადოებამ გაინახოს და მეორე სიმართლე ევროპა აძალებს ოცნების პოზიციიდან ვაბო ხელისუფლებაა და იმიტომ აძალებს ვაბობენ ომიო თუ არ გექნათ რომ სტატუსი მიტო არ მოგეცინო თავიდან უკრაინასა და მოლდოვასა და სტატუსი კანდიდატთა იმიტომ არ მოგწეს რომ ომზე არ დავთანხმდითო ხოთქვეს ხო არ მომეჩვია თუკი ომს გთხოვენ თუკი მამათვალობის დაკავებას გთხოვენ თუკი ასეთ სიმიზურების დაკავებას გთხოვენ იდე იმათ რაღაცნაირად შედიხარ კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილ კონსტიტუციაში ჩაწერა მე მივხვდი მაგრამ აუჩვენე მე გადმიანდი მე დაგეხი ფაქტიცირაზე აი მოყვარი მაგაშინეს მაგრამ როცა გითხეს ომიო მის მერე ხალხი მამაო რამდენჯერ შეყალა ოცნება და მაგათი ეს თუ მამათმავლობას გაძალებენ გეიაღუნის გაძალებენ ესე იგი მისი სიმბოლო არის სიმბიძურის ტრიალკა შეყარეს ხალხი მის მერე და აფრიალები ეს ევროკავშირის დროშა სიმართლე სად არის და საერთოდ ჭეშმარიტების სიყვარული სად არის ამიტომაც მამაო ამ დღეში და ერთშედგება სახელმწიფოს ქმნის ცივილიზებული ერები არა ცივილიზებული ერს აქვს ომები აქვს ბელადები ხოლო კითხვას ვამბობ ჩვენი ქვეყანას ახლა სახელმწიფო სტრუქტურები აქვს როდესაც პრემიერ-მინისტრი რომელიც ხერხემალი იყო ხელისუფლების ნაცემი ცვილგატეხილი კარებში აგდია კანონმა კი არ დააკავა დეპუტატმა ცემა სახელმწიფო გვაქვს ამას სახელმწიფო ქვია და დეპუტატს მამა ხო ვიცი რა დაიჯერენ
არ დაინტერესდა, არც არაფერი არ იქნება, ბაბო. შენმა ქვეყანა ვიცი ეს. ამ დროს ქვეყანას მართავს ბელადი. ველური ტომი ვარ, მამო, სინამდვილეში უბრალოდ ქვია სახელმწიფო. თავისი არის ველური ტომი. ტომის ბელადი მართავს ქვეყანას არანაირ სახელმწიფოს სრულად, აქ იმიტაციით. არაფერი სახელმწიფო არ აქვს. ბიჭო, არ ვიცი რა. კი, იქაც ვამბობ, რომ უთრაფია რაღაცა ხავაში არის და სახელში რაღაცა. გასაგებია, მაგრამ ამ დონემდე რომ საქმე მიდის. ამ დონემდე რომ დეპუტატები და პრემიერ-მინისტრები მუშტიყრივით არჩევენ საქმეს და კანონი იქ არ კანონობს და კანონი მხოლოდ იმისთვისა, ვინ სიწმინდისთვის იბრძვის, იმას ციხეს აშენებენ თავზე. ეს არ არის ბაბო სახელმწიფო. ეს არის ველური ტომი, რომელსაც მართავს ბელადი. ბელადი კი ხავს ბაბო, არის თავისთვის კარავში და მისი ხელისბიჭები გარეთ ადგილობენ საქმეს, მართავენ ქვეყანას. ვინ შეწინააღმდეგეობთ, უსწორებენ თბილებს ერთიანად. ეგ არის სულ სამწუხარო რეალობა. ამიტომ სიმართლე რომ ეს ახლა ამას რასაც ვამბობენ, ჩემი ახლობლები უკვე მიეჩვენენ ამას, თორემ მანამდე თავიდან მეუბნებოდნენ, რომ აიმე საშიშია ნახე ის მე არ მახსოვს ბაბა რომ ეთქვა თუ ტყუილია. მე რომ საშიშია რაღაც მითქვას, შენ რამდენიმეზე უთქვამ თუ ტყუილია. რაღაც რამდენიმეზე ხელი და შეიძლება ორი ხელი კიდევ მიყოს 100 ჩემი ნათქვამიდან. მაგრამ 100 ნათქვამიდან 100-ზე თუ არა 90-ზე მაინც უთქვამ რომ აიმე გაჩერდი საშიში არაფერი მოგწია. ანუ იცი ანუ სიმართლეს ვამბობ, არა საშიშია. დიახ. ანუ მამო, თქვენ როგორ თქვენი ასე ვთქვათ, რასაც ბრძანებთ, მეც ამაში გეთანხმებით, უბრალოდ აქ უკვე ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების პრობლემა რაშია, დღევანდელი საზოგადოების პრობლემა. სიმართლეს კი არ აყენებს ყველაზე მაღლა და სიმართლე კი არ არის მისთვის აუცილებელი და წარმმართველი როგორ უნდა მოიქცეს ის, არამედ ესე ვთქვათ, შიშისა და კომფორტის მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ ესე სიმართლეს თქვა საშია გაჩუნდი, პირი დაიმუწე, თუ სიმართლე შენ ესე იგი ხელს გიჩრის და კომფორტში და კომფორტი გირჩევდია, ჯობია კომფორტი და სიმართლიანი და მიცნაცვლად ტყუილი იყოს და საბოლოო ჯამში გამოდის რა, რომ როდესაც ჩვენ ქვეყანას არჩევნები ხო ქვეყნის ის არის რა ვთქვი, განვითარების ერთ-ერთი საშუალება, რომ ასია ლოგიკურად ყოველ შემთხვევაში სინამდვილეში როგორც ვაკვირდებით, არჩევნებსაც უკვე ძალიან ისეთი შეუქმნეს, რა ვთქვი, ცუდი მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ ჭეშმარიტება არ იმარჯვებს სამწუხაროდ არჩევნების დროს. ეხლა მე დარწმუნებული ვარ ამაში, მამაო, რომ მესამე ძალა რომ შემოსულიყო პოლიტიკურ ველზე, რაც მართლაც ჭეშმარიტებაა და რაც მართლაც სამართალია და სიმართლეა, რასაც ბიჭები ხანდაგებდნენ რამდენიმე წლის განმავლობაში, საუბრობდნენ კონსერვატიული ასე ვთქვათ მესიჯ ბოქსი შემოიტანეს საქართველოში და მათი მესიჯ ბოქსი იმდენად მართალი აღმოჩნდა და იმდენად სწორი აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება მიიტაცა ეს და აი ამ ნარატივით მეტნაკლებად ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას სადღაც 15-20% დაიმატა სინამდვილეში ქართულმა ოცნებამ. იმიტომ რომ ეს კონსერვატიული ნარატივი რომ არ ყოფილიყო, მათი სავარაუდო ასე ვთქვათ იქნებოდა 40%. 40% ანუ ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები. მაგრამ ხალხმა ირწმუნა ის, რომ ესენი მართლა გაკონსერვატოდნენ იმ ნარატივებით, რაც ისინი საუბრობდნენ, ამ მესიჯებით, მესიჯ ბოქსებით, რასაც ისინი საუბრობდნენ, ეს ძალდატანებით რომ მიიღეს რაღაცა გარკვეული კანონები და ვითომ ეს მომდინარეობდა კონსერვატიული ესე ვთქვათ იდეოლოგიიდან გამომდინარე და ეს სინამდვილეში გარეგნულად მოხდა და არა შინაგანად, რა თქმა უნდა, აი ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ
დღეს მივედით იქ მდგომარეობამდე, რომ ქვეყანაში სტაბილურობა დავკარგეთ. აი ჭეშმარიტება ფაქტიურად ვერ მიპოვეთ ჩვენ არჩევნების პროცესში. იმიტომ რომ ნაწილი ხალხისა მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგაში რომ აი როდესაც მიზანმიმართულად გაუქმდა პარტია ყოველგვარი აპელაციის გარეშე, ყოველგვარი მიზეზების გარეშე, იქ რაღაცა ძალიან ესეთი პრიმიტიული მიზეზი მოძებნეს, ერთ საათში მოხდა პარტიის გაუქმება, ერთ საათში. ფრიანად, ესე იგი, გამბრძანება მივიდა იუსტიციის სამინისტროს, ჩვენ ამას ვაკვირდებოდით. განცხადების შეტანა 5 წუთში გაუქმდა პარტია. ეს ერთი საათი. როდესაც პარტია საუბრობს ამდენი საქმე ხონდა. საქმე ხონდა, ამდენ ხანს ვერ მოისმინე. განცხადება რომ შევიდა 5 წუთში პარტია გაუქმდა. და დარწმუნებული მეგაში მამო რომ ესე იგი როდესაც ნებისმიერი პარტიის გაუქმების საკითხი დადგებოდა იქ იქნებოდა მთელი ასეთი მსჯელობა რაღაცა ესე იგი ეს ასე უნდა იყოს ისე უნდა იყოს ეს მართალია ეს თვლია და ასე შემდეგ იქნებოდა ბრძოლა გარკვეული ხო როგორც პარტიის მხრიდან ისე დაუშვათ იმის მხრიდან ასე რომ ჩვენ მივიღეთ ესე ვთქვათ მივიღეთ შედეგში რა რომ ყოველგვარი ესე ვთქვათ დემოკრატიული პრინციპების დარღვევით მოხდა პარტიის გაუქმება. იმიტომ რომ მოვიდა ბრძანება რომ ეს პარტია უნდა გაუქმდეს, შუა უნდა გაიკრიფოს, უნდა არსებობდეს მესამე პოლიტიკური ძალა და უნდა დარჩეს ორი მხარე. აი ეს იყო ჩანაფიქრი. და აი ეს იყო არასწორი პოლიტიკური ჩანაფიქრი, იმიტომ რომ ეს რომ სწორად განხორციელებულიყოდა და ჭეშმარიტად განხორციელებულიყო ეს საკითხი. როგორც მიმდინარეობს ესე იგი დემოკრატიული არჩევნები, ანუ პარტიას მისცემოდა საშუალება მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, თავისი ისე ვთქვათ მოქმედებები განეხორციელებინა ისე როგორც თავის პარტიის სახელით, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, სულ სხვა შედეგს მივიღებ, სულ სხვა მდგომარეობა იქნებოდა. დღეს რუსთაველს გააკონტროლებდა ისინიც დაარწმუნდებოდნენ იმაში, რომ რადგან ეს პოლიტიკური პარტია შემოვიდა, ველზე მოსონდა თუ არ მოსონდა, ზოგს მოსონდა, ზოგს არ მოსონდა, ზოგი რა ვიცი, საშინლად აგინებდნენ ამ ბიჭებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმისი განცდა არ იქნებოდა საზოგადოებაში, რომ არჩევნები გაყალბდა. და იქნებოდა ესე ვთქვათ, აიღებდა 45% ეს ერთი მხარე, მეორე 40 აიღებდა და 7-8% თუ რაც იქნებოდა, შეხვდებოდა და გაჩნდებოდა მესამე პოლიტიკური ძალა. და ასე ეს პროცესი იქნებოდა სწორი პოლიტიკური პროცესი და თავისთავად ჭეშმარიტება აი ამ მოქმედებების გამო არ მოხდა ჭეშმარიტებით ესე ვთქვათ ჩატარება არჩევნების. მე ახლა აი უფრო გამჟღავნდა ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რაღაცა და ჩვენ ხო ხედავთ როგორი შეტევა აქვს თვითონ მართლმადიდებლობას და მართლმადიდებლობა რა არის? მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტების ერთ-ერთი წყარო და ნამდვილი წყარო, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტეს მცნებებს ვეყრდნობით, ჩვენ ქრისტეს სწავლებებს ვეყრდნობით და ვცდილობთ ასე ვთქვათ ვამხილოთ ის ცუდი და უარყოფითი მდგომარეობა რაც ხდება ქვეყანაში, რაც ხდება რწმენაში, იგივე დაუშვათ რწმენასთან დამოკიდებულებაში და ჩვენ ხედავთ რომ აღმოჩნდა და გაიხსნა და ეს ყველაფრის ცნობილი გახდა ის რომ სოროსი თავისი ფონდებით პირდაპირ შეიძლება ითქვას იყო დაუძინებელი მტერი მართლმადიდებლობისა, დაუძინებელი ოჯახისა, ოჯახური სიწმინდეებისა, რომ ამით მას უნდა მოეშალა კონსერვატიული აზროვნი, რამეთო კონსერვატიული პარტია და კონსერვატიული იდეოლოგია დაფუძნებული არის ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე. მასში გათვალისწინებული არის ქრისტიანული ღირებულებები. იდენტობა ჩვენი ქართული იდენტობა სწორედ აქედან მომდინარეობს და ამისი მოსვლობა ხდება ფაქტიურად. ამის გამო ესე იგი შეიძლება ითქვას რომ
როგორც ერთმა მხარემ, ისე მეორე მხარემ, ესე იგი პირდაპირ შეიძლება ითქვას, ზეიმი გამართეს ამ პარტიის გაუქმების გამო. ნუ ოცნება არ იმჩნევდა, თითქოს არაფერში არ იყო ჩარეული, არაფერს არ ამბობდა, მაგრამ მეორე მხარე გვახსოვს, რომ ჩვენ ზეიმობდა იმაზე, რომ კონსერვატიული პარტია გაუქმდა. ეს რა თქმა უნდა, მე მომავალშიც, როდესაც ქართული იდეასთან იყო შეთება, ისიც გააუქმეს, ესე იგი, რომ არანაირი საშუალება არ მისცეს იმისა, რომ შესულიყვნენ აი ზუსტად აი ამ მდგომარეობით, იმიტომ რომ ქართული იდეა მთლიანად უთმობდა ყოველგვარი გადარჩევისა და გადმორჩევის გარეშე უთმობდა თავის, ესე ვთქვათ, საარჩევნო სიას. და უნდა შესულიყვნენ ფაქტობრივად კონსერვატორები ამ, ესე ვთქვათ, არჩევნების პროცესში. ხოლო მესამე გზა, რომელიც სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ აღარ მიეცა საშუალება, სხვა ფორმა, სხვა საშუალება კონსერვატივ პარტიას იძულებული გახდნენ სხვა პარტიის, ესე ვთქვათ, ქვეშ განეხორციელებს არჩევნებს. რამაც გამოიწვია დაბნეულობა, გამოიწვია გაუგებრობები სხვადასხვა ათასგვარი ხასიათის და თავისთავად ცხადია ის განცდაც, რომ აი ამ კონსერვატიული იდეოლოგიას ზოგიერთ ადამიანებმა გადაწყვეტეს, რომ გრუპებზე განახორციელებდა ქართული ოცნება და მივიღებდით უფრო ასე ვთქვათ კონსერვატიულ საზოგადოებას. როდესაც ეს ტრენდი მუშაობს, აი თქვენ თუ დააგვირდებით სოციალურ ქსელებში, თუ ჩვენ ვამბობთ აი ამ სიტყვას, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ისინი პირდაპირ ვიგვისპირდებიან მათი მხარდამჭერები, რომ არა თქვენ ასე ვთქვათ, რატო არა ხართ ოცნების გვერდზე, რატო არ ჭერთ და ასე შემდეგ. ეს იმიტომ მომდინარეობს, რომ მათ მიაჩნიათ ბატონო ქვეყანა მიყვარს და ოცნების გვერდით, მაგითო ამდგა. დიახ, მაგას ვამბობ ზუსტად. და ვერ დაინახეს, ასე ვთქვათ, ვერ გათვალეს ის, რომ სწორედ აი ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდა ეგ იდეოლოგიას და აი ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდა იმისი ძალაც, რომ და იმისი ხედვა, როგორ შეიძლებოდა ქვეყნის გამოყვანა ამ კრიზისული მდგომარეობით. მამო, ცოტა დროც რჩება, მეგონი. საათში უნდა დავამთავროთ. ხო, დავლოცავ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს ქვეყანას დავლოცავ, მამაო, რომ ნებისმიერი რაც შედეგიც არ უნდა დაედეს გავითარებაში და არ უნდა ვიყოთ, უნდა ვიცოდეთ ერთი რამე, ჩემო ძვირფასებო, რომ სიმართლე და ჭეშმარიტება ეს არის თავად ღმერთი. მე ვარ გზა და ჭეშმარიტება უყალი ამბობს. გარემოში გიხსნობს, რომ ნედარგლობეთა შეოდეს და სწორდეს სიმართლისათვის, ნედარგლობ დევნული სიმართლისათვის. ასე რომ თუ კი ჩვენ სიმართლისთვის ხმას ვიღებთ, სიმართლე წყურია, სიმართლისთვის ვიღაც გვდევნის, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არის ჩვენთან. და მნიშვნელობა არა აქვს ჩვენ რამდენი ვიქცებით, ჩემო ძვირფასებო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ეგ უნდა გავაცნობიეროთ. ჩემო ქართველებო, რომ სიმართლე და სიმართლე არის ჩვენი გადარჩენი გზა. ტყუილი და სიცრუე და ორპირობი გაკეთების საქმე შედეგს არ დადებს ისეთ, როგორც საჭიროა. სიმართლე გაკეთების საქმე არის მყარი. ამიტომ არანაირი იმედგაცრუება მაინც არ უნდა დაგვემართოს, იმიტომ რომ როდესაც ხედავ და დამბლათაც ასე ხშირად დაინახავ ადამიანი, რომ სიმართლე არის დამარცხებული, თითქოს და შევიწროებული. ჩვენ არ უნდა მოხდეს იმის ფრთების ჩამოკრა, ყურების ჩამოკრა, უიმედო მდგომარეობაში ყოფნა. სიმართლის მსახურება ქრისტიანის მოვალეობა. აი ამით დავამთავრებ, ამო მე გავემშვიდობებით რამე ბრძანეთ, მაგრამ აგერ ჩვენი მეგობარები მოუწოდებს, რომ ამ ანალიტიკაზე გადარჩეთ, გადმოდით ახლა გასწავლოთ. ჩვენ სადავო მოусწრებ თოს ბიჭებს. რა თქმა უნდა. თავისთავად და მე ულოცავ კონსერვატორებს ტელევიზიის გახსნას, ულოცავ იმას, რომ მათ დაიწყეს მაუწყებლობა, ეს ძალიან აუცილებელია, იმიტომ რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება
არჩევნის გაკეთებისა, რომ ერთ მხარესაც უნდა მოусმინოს მეორესაც და მესამესაც და ვისგანაც ამ სიმართლეს და ჭეშმარიტებას გაიგებს, იმისკენ უნდა წავიდეს და იმას უნდა დაუჭიროს ხარი. იმიტომ რომ მართალი ადამიანი და სიმართლის მოლაპარაკებელი ადამიანი ყოველთვის წავა კარგისკენ და მატყუარა და ცრუ მოგატყუებს, გეტყვის კარგ სიტყვებს, ლამაზ სიტყვებს და მერე დაგტოვებს სახამშრალს. და დაგტოვებს იმ მდგომარეობაში, რომ შენ რო გეგონა რომ კარგი იყო ცხოვრება ასეთი, არაფერი სინამდვილეში არ არის. ამიტომ მე თქვა დალოცოს ჩვენი ბიჭები დალოცოს მათი ტელევიზია და საერთოდ მე ერთი რამე ნაკეთოთ რომ ბიჭებმა თქვეს რომ ალტინკო აღარ არის კონსერვატორები მათი ტელევიზია და საერთოდ მოხდება ამ ესეთ სახელის დამკვიდრება და სწორად მიმაჩნია, იმიტომ რომ ხალხმა უნდა იცოდეს რომ არსებობს ასეთი პოლიტიკური პარტია კონსერვატორები, რომ და გაეცნონ მათ იდეოლოგიას, გაეცნონ მათ ასე ვთქვათ აზრებს, მათ ფიქრებს და ნახავენ რომ იქ არის მართლა ჭეშმარიტება, იქ არის მართლა სიმართლის სიყვარული. კარგით, მამაო, დავლოცოთ ჩვენი მაყურებელი, მადლობა გადაუხადოთ და მოემზადოთ სხვა ასე ვთქვათ ეთერის საყურებლად. კარგად ხავ, დავლოცოთ მამაო. დავლოცოთ მამაო. მოვალ შეხედავთ. იცოცხლე. და ეხლა მე მინდა რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგალობოთ ღირს არ შეშმარიტად. ღირს არ შეშმარიტად რათა გადიდებდე Aksiyonist.